მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულებს, მადლი და წყალობა გეწეოდეთ ყველა თქვენგანს, ჩვენს ერს და ღმერთმა ინებოს მთელ მსოფლიოში მშვიდობა ჩამოყალიბდეს. ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ქართველი ერი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოფხიზლებული და ვერ აცნობიერებს რამხელა ფსკერზეა დაშვებული, რომ იქნებ მოუნდეს იქიდან ამოცოცვა. განსაკუთრებით მტკივნეულია სასულიერო პირების დუმილი იმ მოსამართლობის წინაშე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით და რომლის მსხვერპლი ვართ ბევრი ჩვენგანი. მე არავის დახმარება არ მჭირდება საკუთარი უფლებების დასაცავად, მაგრამ როდესაც ხედავ ადამიანი, რომელიც უსამართლოდ იდევნება და მას მხარში არ დაუდგები, იცოდე, შემდეგი იქნები შენ. მერე არც შენ არ დაგიდგება არავინ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს კი არ უნდა დაუდგეთ და ერთმანეთი კი არ უნდა ვანუგეშოთ, ჩვენ უსამართლობის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, რომ უსამართლობამ არ მოიცვას მთელი ქვეყანა, მაგრამ უკვე ძალიან მძიმე ფონია და მოცემულობა, იმდენად უსამართლობად არის ქცეული საქართველოს ყველა სტრუქტურა, ყველა ინსტიტუტი და ყველაზე მეტად კი სამწუხაროდ ეკლესია. საპატრიარქო, რომელსაც დაეპატრონა რუსი ეგზარქოსი, მაგრამ თან აიათოლა შიო მოჯერი. თქვენ სასულიერო პირებო, რომლებიც ხელს არიგებთ ჭკუას და ასწავლით თუ როგორ უნდა დაიცვან მართლმადიდებლობა, როგორ უნდა იყვნენ მართლმკვეთელები, რა არის ვაჟკაცობა, რა არის ქართველობა და ღირსება. სად არის თქვენი ვაჟკაცობა, სად არის თქვენი ქართველობა, ღირსება და მართლმადიდებლობის დაცვა. იმის გამო, რომ შიო მოჯერმა ჯვარი არ მოხსნათ, იმის გამო, რომ თუნდაც ის ორი თეთრი შეინარჩუნოთ ეკლესიაში პანაშვიდების და წესის აგებების წყალობით რომ გაგაჩნიათ, ყიდით ქვეყანას, ყიდით სინდის, ნამუსს და არაფრად არ აგდებთ შიო მოჯერისგან დაჩაგრულ ადამიანებს, რომლებიც ციხეში გამოკეტეს გაურკვეველი დროით და ვინც ციხეს თავი დააღწია და ქვეყანას თავი დააღწია, ემიგრაციაშია კაცმა არ იცის რამდენი ხნით. ეს არ არის მართლმკვეთელობა, თქვენ რომ ამ ყველაფერს არ იმჩნევთ და თან ამბობთ, რომ ამართლებთ ამ თქვენს ძალიან უსუსურთ და მღთალ პოზიციას, ვილოცოთ და ღმერთი შეგვეწევა. ლოცულობდა იოანე ბერი თორნიკე ერისთავი და იბრძოდა კიდეც, როდესაც მის ქვეყანას ეს სჭირდებოდა. თქვენზე ნაკლებს არ ლოცულობდა თევდორე მღვდელი, რომელმაც სამშობლოსთვის თავი გასწირა და კარგად იცით, როგორ მეტად დაუპირისპირდა ოსმალებს. ეს არის მღვდლობაც, მართლმკვეთელობაც და ღვთისთვის და ადამიანებისთვის მსახურებაც. მაგრამ თქვენს უსუსურ მდგომარეობას, თქვენს სიმხდალეს, თქვენს პატარა ადამიანობას ნუ გაამართლებთ იმით, რომ აი ლოცულობთ და ღმერთს ელოდებით. ეს არ არის ლოცვა, ეს არის დათმობაზე წასვლა, ეს არის ნეიტრალური მდგომარეობა, არც ცივი რო ხართ, არც ცხელი რო ხართ, ნელთბილი რო ხართ. ზუსტად თქვენნაირებზე ამბობს იესოს სახარებაში. ან ცივი უნდა იყო, ან ცხელი უნდა იყო. ეს მოცემულობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, თქვენი დუმილის დამსახურებაა, თქვენი გამყინველური პოლიტიკის დამსახურებაა, თქვენი იმ ნეიტრალური მდგომარეობის დამსახურებაა, რომლითაც გგონიათ, რომ ეკლესიებში პოზიციებს ინარჩუნებთ და გგონიათ, რომ ეს მოცემულობა შეგრჩებათ და თან გგონიათ, რომ ვითომ მღვდლები ხართ. თქვენ არ ხართ მღვდლები, თქვენ ხართ შიო მოჯერის მონები, დაგამონეს შიო მოჯერის სისტემამ დაგამონათ და ბოლომდე გამონებენ მღვდლობა, რაში მარგია, თუ თავისუფალინება წამართვეს, თუ სიტყვის თავისუფლება ჩამიკლეს, თუ ნაბიჯებს მithვლიან, თუ მისმენენ, თუ შიშროების და სუსის თანამშრომლები კუჩი დამზდებენ, თუ მოსასმენებს გიყენებენ ტაძრებში, თუ საკურთხევლის ტრაპეზის ქვეშ რაღაც არის დამონტაჟებული, რომ ვინმეს ზედმეტი შიო მოჯერზე არ წამოწდეს, თქვენ ამას ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მღვდლობას ეძახით? ეს არის მონობა, ეს არის ლაჩრობა, ეს არის არაკაცობა, ეს არის არაადამიანობა და ეს არის უღირსი საქციელი. როდესაც იცით,
რომ ეს მოცემულობა გაქვთ ეკლესიაში და მაინც ჩუმდებით, ამას არც მუდმობა ქვია და არც ადამიანობა. თქვენ ხართ პირდაპირ თუ ირიბად თქვენი ნებით თუ თქვენი ნების წინააღმდეგ სპეცსამსახურების, უშიშროების და სუსის თანამშრომლები, რადგან თქვენ არ უწევთ წინააღმდეგობას ამ სისტემას, ამ უდიდეს ბოროტებას, რაც ჩამოაყალიბა, რაც დანერგა შიო მოჯერმა. კი ფუსფუსებთ, ზურგ-ზურგანვითომ ლაპარაკობთ, ეს კიდევ უარესი. ეს კიდევ უფრო მძიმე მოცემულობას ავლენს თქვენს შინაგან მდგომარეობას, როგორი მძიმე ფონი გააჩნია თურმე. აი ამ თქვენი ფუსფუსით და ჭორაობით და ზუგ-ზუკან ენის ფხანით კიდევ უფრო მეტად ავლენთ როგორი მშიშრები, როგორი მხტალები ხართ და როგორ საერთოდ არ ხართ გარტყმაში, რა არის ვაჟკაცობა, რა არის მართლმკეთელობა და რა არის მართლმადიდებლობის დაცვა. მაგრამ თქვენი მართლმადიდებლობის დაცვა, მოდი პირდაპირ ვიტყვი, ვიღაცის ტრაკის დაცვაზე გადის. არიქა ვიღაცა ვიღაცასთან არ დაწვეს და თქვენ ხმლით დგახართ. ამით მართლმადიდებლობას კი არ იცავთ. თქვენს სექსუალურ ტოლვას იკმაყოფილებთ და ჟინს გინდათ რომ თქვენც გააკეთოთ და ვერ აკეთებთ და ამიტომ გონიათ რომ მართლმადიდებლობას იცავთ. აი მართლმადიდებლობის დაცვა ის იქნებოდა ქუჩაში გამოსულიყავით და ის ახალგაზრდები დაგეცვათ. შიო მუჯირის დავალებით რომ დაუპირისპირდნენ და ცხვირპირი რომ დაალეწეს. ირანიზაციას რომ ახდენს შიო მუჯირი ეკლესიის, ქვეყნის და სრული დიქტატურა რომ ჩამოაყალიბა ეკლესიაში. აი ამ ყველაფრის წინააღმდეგ რომ წასულიყავით, მაშინ დაიცავდით მართლმადიდებლობას. ვიღაცას მოკლეკაბა აცვია თუ შორტები აცვია და ვიღაცა ფლოსტები თუ შედის ეკლესიაში და ამის გამო თქვენ კონტექსტიდან ვარდებით და ანაფორიდან ხტებით, მართლმადიდებლობას კი არ იცავთ. მოგაწვათ ქვენაგრძნობები და ის რომ დამალოთ ანაფორის ქვეშ, ებრძვით სხვებს, თორემ სულ არ მაინტერესებს ფეხზე ვის რა აცვია, ან რამ სიგრძე შორტიკით შედის ეკლესიაში. ამას რას უყურებთ? საკუთარ ბინძურ ცხოვრებას მიხედეთ, საკუთარ სულში ჩაიხედეთ, გაღწნილები და გათახსირებულები რომ ხართ. აი მაშინ იქნებით მართლმადიდებლობის დამცველი, რომ შეაფასოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა, რა ჭაობში იხჩობით და მერე მოგინდეთ იქიდან გამოსვლა. სხვანაირად თქვენ მართლმადიდებლობას ვერც დაიცავთ, არც გამოგივათ, იმიტომ რომ სად თქვენ და სად მართლმადიდებლობა. იმით რა ქვია, საცეცხლურით რო დარბიხარ და ხალხს რომ ეხვეწებით, იქნებ ვინმეს პანაშვიდი უნდოდეს ან სახლის კურთხევა. აი ამ დონეზეა თქვენი მოცემულობა დღეს დაშვებული. კიდევ უფრო მეტად დაიშვებით ფსკერზე, კიდევ უფრო მეტად დაგიმონებთ სისტემა, სანამ არ მოიგებით გონს და სანამ არ დაფიქრდებით. ვიღაცებმა გინდათ რომ თქვენს ნაცვლად იყვიროს, ისაუბროს. მე არავის ნაცვლად არ ვყვირი, მე ვყვირი იმ ახალგაზრდების სახელით, რომლებიც დაიმონა სისტემამ და გააჩუმა და ციხეში გამოკეტა. მე ვყვირი ჩემი შვილების გამო, იმ ხალხის გამო, რომელსაც ამის რესურსი არ გააჩნია, მაგრამ ღიად უპირისპირდება სისტემას, თუნდაც ქუჩაში დგომით და პირადი ცხოვრება რომ არ გააჩნია არავის, სამსახურებიდან რომ გამოყარეს, ლუკმაპურის ფულიც რომ წაართვეს, მაგრამ მაინც ღირსეულად დგანან რუსთაველზე და მაინც ბოლომდე უპირისპირდებიან სისტემას. აი ეს არის მართლმადიდებლობა, ეს არის მართლმკეთელობა. რა არის მართლმადიდებლობა? ანაფორით ფრიალი? არა, აიათოლაც ანაფორით დადის. მართლმადიდებლობა არის, როდესაც მართალ ადამიანს იცავ და მისი მადიდებელი ხარ. მართლმადიდებლობა არის, როდესაც უსამართლობას ებრძვი და უპირისპირდები, მაგრამ თქვენ კი არ ებრძვით, აკანონებთ თქვენი გაჩუმებით და დადუმებით. ამიტომ ჩალის ფასი აქვს თქვენს მართლმადიდებლობას და 30 ვერცხლი ღირს თქვენი მდომარება და თქვენი ქადაგება ამბიონებიდან. თქვენ ნორმალურ ქვეყანაში ყველა თქვენგანმა პასუხი უნდა აგოთ. ეს დროც იმედია დადგება, რომ თქვენ გასამართლდებით იმის გამო, რომ პირდაპირ თუ ირიბად
თქვენ ხართ იმ ბოროტების თანამონაწილე, რომელიც ჩამოაყალიბა შიო მუჯირმა ქვეყანაში. დადექით ახლა და მის გვერდით ილოცეთ და მისი ომოფორის უკან ერთმანეთს გადაულაპარაკეთ, ნეტა როდის მოეღება ამას ბოლო შიო მუჯირთან ერთად თქვენც მოგეღებათ, თქვენც გაგებინებთ ყველას პასუხს. ვინც ასე წინამძღვრობას ვერ ელევით, ფულებს ვერ ელევით, შემოსავლებს ვერ ელევით, კარგია ხომ განცხრომაში ცხოვრება? არ შეგერგებათ არც ერთი ლუკმა. ყველაფერი წაგერთმევათ, ყველაფერს დაკარგავთ, იმიტომ რომ თქვენ ადამიანობა დაკარგეთ, ღირსება დაკარგეთ და სინდისი, რადგან დაკარგულ ქვეყანას ხმას არ იღებთ, დაკარგული ახალგაზრდები არ გაღელვებთ და ემონებით რუსეთს, ემონებით სისტემას, არ იქა ვიღაცამ არ დაგასმინოთ, ვიღაცამ არ მოგისმინოთ, ვიღაცამ ენა არ მიიტანოს შიო მუჯირმა და არ აგაყუდოთ კედელზე და არ დააგტუქსოთ. აი, ამეების გამო გაყიდეთ ქვეყანა, გაყიდეთ ხალხი, გაყიდეთ საკუთარი თავიც, მაგრამ ვინც თავს ყიდის, ის სამშობლოს ადვილად გაყიდის. ბუნებრივია, მაგრამ აუცილებლად დადგება თქვენი პასუხისგების საკითხიც. გონს მოეგეთ და დაფიქრდით და შეიმეცნეთ, შეიგნეთ და მოგინდეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ იცოდეთ რა არის ნამდვილი მართლმადიდებლობა.